წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობაზე მონიტორინგს განახორციელებს დროებითი კომისია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში მესამე სექტორის წარმომადგენლები იქნებიან. მთავარი აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს შეხვედრა 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართა. სამწუხაროდ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი არის სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, როდესაც სახელმწიფო პარტიებს აქვთ უფრო მეტი და გაცილებით მეტი შემოწირულობა ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხა ეს თავისთავად ცალკე შეიძლება ეს არ იყოს მთავარი პრობლემა, მაგრამ ბუნებრივია ეს არჩევნის კითხვებს არის თუ არა თანასწორი გარემო იმ კუთხით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს საშუალება მიიღოს შემოწირულობა. მართულ პარტიას ყველაზე მეტია ამ მომენტისთვის ისევე როგორც ტრადიციულად საქართველოში როგორც წესი ასე ხდება და შესაბამისად ეს ტრადიციაც არ არის დარღვეული ჯერჯერობით, თუმცა ჯერჯერობით საუბარი რაიმე საეჭვო ან უკანონო შემოწირულობაზე ნაადრევია. ჩვენ ამ საკითხს სწავლობთ ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ისევე როგორც აუდიტის სამსახური.